მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ვესტ ბერლინში და მინდა გაგაცნოთ გოგონა ვესტ ბერლინიდან, ქართველი, ულამაზესი, უჭკვიანესი, რომელთან ერთადაც აღმოვაჩენთ სხვა ბერლინს. ბერლინს, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. ეს არ არის შავი, ეს არ არის ტექნო. მოკლედ, გავიცნოთ მარიამი. ეს აი მოდელია მომწონს. მარიამ, როგორ ხარ? კარგად, თავად მეც კარგად. ეხლა წარგად გინე, როგორც ვესტ ბერლინელი ქართველი გოგო. მოგვიყევი აქაურ ცხოვრებაზე, მოგვიყევი ამ ქუჩაზე, სადაც ახლა ვიმყოფებით. ანუ ქართველებმა რო კარგად გაიგონ, ეს ქუჩა არის დაახლოებით ისე როგორც თბილისში ვაკე, ყუდამი, ბერლინში. ხო, ეს სრულიად სხვანაირი ბერლინი არის, რაც ვიდრე იქით კლუბები, ეს dark life და ასე შემდეგ. განსხვავებული არის აბსოლუტურად, მინდა გითხრათ. ამ ქუჩაზე არის ესე იგი სავაჭრო ცენტრი, დიდი კადევე, სადაც ეს ყველანაირი ბრენდები და ასე შემდეგ. იყვარს ხო ბრენდები, ესეთი ჩანთა მაქვს მე ზუსტად. ნუ, ეხლა როდესაც ამ ბერლინში ცხოვრობ, რთული არის არ გიყვარდეს და ყუდამზე სერნობ ხოლმე. ყუდამთან ახლოს ცხოვრობ. ეხლა მოვედით გუჩის სახლთან. მარიამ, ეს არის ქართული რესტორანი საფერავი, ხო? კი, ქართული რესტორანია. აი ეს. როგორი სამზარეულო აქვს, ნამყოფი ხარ? კი, ძალიან კაი სამზარეულო აქვს. გამარჯობა. გამარჯობა. Хорошо, как вы? ქართული არის ის? არა, სომეხია. იცნობ ხო ყველას უკვე აქ? კი. ანუ საფერავში მით უმეტეს უფრო მეტად იცნობ ყველას, იმიტომ რომ ჩვენთან ახლოს არის და ძალიან კარგი ქართული რესტორანია. ერთი წელია რაც დაახლოებით რაც არის გახსნილი და ნუ საქართველოს ქართული სამზარეულო უფრო და უფრო ბევრი არის ბერლინში, აი რესტორანი საკმაოდ ბევრია. თავიდან რომ ჩამოვედი ძალიან ცოტა იყო და ახლა აშკარად გერმანელებსაც მოწონთ და ნუ რუსებში ხო ძალიან პოპულარული არის. ჩემი გადაცემის მთავარი მოტივი არის, რომ მივცეთ ინსპირაცია და мотивация ადამიანებს სხვადასხვა სფეროებში. ხო და მინდა გკითხო, რო ჩამოხვედი გერმანიაში და ცხოვრებას იწყობდი. რა იყო შენი მთავარი მამოტივებელი ძალა და ის მოტო, რაც არ გაჩერებდა შენს საუბრობ გერმანულად თავისუფლად რამდენ ხანში ისწავლე და ზოგადად რა რჩევებს მისცემდი იმ ახალგაზრდებს, ვისაც უნდა რომ გერმანიაში დაიწყოს ცხოვრება და მოღვაწეობა? ნუ პირველ რიგში ვურჩევდი იმას, რომ ძალიან მალე დაიწყონენ ისწავლა. აუცილებელი არის, როცა ცხოვრობ ამ ქვეყანაში ინტეგრირებისთვის, აუცილებელი არის რომ იცოდე ენა. გერმანული ძალიან რთული ენაა და აი მეც რომ ჩამოვედი, ძალიან დიდი ხანი დამჭირდა რომ კარგად მესწავლა. და მაგრამ ქართულები ხომ არ არის. მაგრამ ნუ მოკლედ ბევრი შრომის შემდეგ ძალიან ძალიან რთული არის აი ამ ბევრი ბიუროკრატია, საბუთები, მუშ-სამსახური, ამდენი გადასახადები, რომ აი მაინც უყურო შენს მიზანს და ყოველთვის თვალწინ გქონდეს რა. და ეს ყველაფერი ძალიან დროში იწელება, ეგრე არ არის ხო მეორე დღეს უცბად რო ანუ მოთმინების უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. მოთმინების უნარი ძალიან მნიშვნელოვანი არის და ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ შენი მიზნები შენ გქონდეს შენ წინ რომ უხედავდე რომ აი სად მიდიხარ, რა გინდა რომ გააკეთო, რატო ჩამოხვედი. თორე ანუ მით უმეტეს ბერლინში ისეთი ქალაქია რომ ძალიან მარტივი არის რომ დაიკარგო. აი ძალიან შენ ვერც მიხვდები, ისე შეიძლება აი უცბად კლუბები, ნარკოტიკები და ასე შემდეგ და აი დაკარგო რა, აი აღარ იცოდე უკვე რისთვის ჩამოხვედი, რა გინდა, რა საკეთებ და ასე შემდეგ რა. მადლობა. როცა საზღვარგარეთ მარტო იწყებ ცხოვრებას, არავის არ იცნობ, დარწმუნებული ვარ, ბევრი რთული მომენტებიც გექნება ცხოვრებაში ამ პერიოდში. აი ამ მაგ დროს როგორ პოულობ ძალას, რომ იცი რა მე ამას შევძლებ, რომ საზღვრებს გარეთ ავაშენო ჩემი ცხოვრება. აი დღევანდელი მარიამი რა мотиваციას მისცემს ახალგაზრდებს, რა რჩევებს? რა არის მნიშვნელოვანი? დისციპლინა არის მნიშვნელოვანი.
რომ გქონდეს ყოველდღიურად რაღაცა გარკვეული მიზნები, პატარა მიზნები დღის განმავლობაში, რაც უნდა გააკეთო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაც არ უნდა мотиваცია გქონდეს და რაც არ უნდა გინდოდეს მთების გადადგმა, თუ დილით ადრე არ ადექი და არ დაიწყე რაღაცა პატარა რაღაცების გაკეთება, არაფერი არ გამოგივა. და თან არის იცი რა არის მნიშვნელოვანი, რომ აი რაღაცები პატარა მიზნები დაისახო, აი რაღაცა საოცრებები კი არა, არამედ რაღაცა პატარები და ყოველ დღე რომ შეეცადა რომ ამას რაღაცა დაამატო, ყოველ დღე უფრო მეტი და აი ასე იქმნება შედეგი, ასე იქმნება ჩემი აზრით წარმატება და არა ის რომ ალბათ ძალიან მინდა რომ ძალიან დიდარი ვიყო. ნუ მინდა ხო, ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ მდიდრები და თუ გვინდა აუცილებლად ვიქნებით, ხო? აბა რა, თუ გვინდა აუცილებლად ვიქნებით, თუ გჯერა საკუთარი თავის აუცილებლად მიაღწევ, უბრალოდ ეგ არის რომ ამისთვის საჭირო არის ძალიან დიდი დისციპლინა, ამისთვის საჭირო არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომ ყოველთვის პატარა მიზნები დაისახო, დიდ მიზნების მისაღწევად და ყოველთვის წინ იყურო. და ყოველთვის როდესაც რაღაცა პრობლემა არის, არ წაბორძიტები ადგე და გააგრძელო ისევ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დისციპლინა არის ყველაფერი რა, ანუ მარტო мотиваცია ვერ გიშველის, თუ შენ არ ახარ დისციპლინირებული, თუ შენ არ ახარ მიზანდასახული და უბრალოდ ყოველდღიურად რაღაცა ნაბიჯ-ნაბიჯ პატარა რაღაცებს არ აკეთებ. ვერ გიშველის. ხო, ამიტომ როცა ოცნებობთ დიდ კაშკაშა ცხოვრებაზე, უბრალოდ გახდით 1%-ით უკეთესი შემდეგი დღისთვის, ხო არის ეგრე? ზუსტად ეგრეა. ანუ ჯანსაღი ცხოვრება, აი მაგალითად ვარჯიში არის მნიშვნელოვანი, რომ სწორი ყვება, იმიტომ რომ როგორც როდესაც სულიერად და სხეული კარგად გრძნობ თავს, სულიერადაც კარგად გრძნობ თავს და უფრო მეტად გინდა რომ რაღაცა უფრო მეტ მიღწევის სრულიც. კი ბატონო, ეს ხოლმე ეს მარიამის მოგონილი არ არის, ყველა მაგას ამბობს ფსიქოლოგებიც, გურუებიც და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი შენთან პრაქტიკაში იყენებ და მუშაობს. ანუ ეს რომ არ იყოს, მე რომ აი ხა მაგალითად ესე არ ცხოვრობდე, იმდენად ბერლინი ძალიან ისეთი ქალაქია, როგორ თქვა, აი რაღაცა აქვს ისეთი ენერგია, ხო? აი თუნდაც ამ ქალაქ ქუჩებში რომ მოძრაობ და ესე რაღაცა რომ უყურებ ხალხს, რა ვიცი, ანუ ესეთი ენერგია აქვს, აი რომ არ ცხოვრობდე მე ჯანსაღი ცხოვრების წესით და რომ არ ვარჯიშობდე, რომ სწორი ყვება და ასე შემდეგ, ხო, აი მე მგონია ძალიან მეხმარება ეგ ყველაფერში, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მალე გახდე დეპრესიული ამ ქალაქში. ეგრე ვფიქრობ. აი რაღაცა არის მაინც ესეთი მომენტები, თუნდაც ამ ხალხს რომ უყურებ და ასე შემდეგ, აი რაღაცა, აი თუნდაც უცხო ქვეყანაში როდესაც ცხოვრობ, ანუ ბუნებრივად გამოიმუშაო სეროტონინი, დოფამინი, რაც ნარკოტიკების მოხმარების დროს არის ერთიანად ბევრის გადამუშავება, შეიძლება სწორი ცხოვრებით ვარჯიშით, ყოველდღიურად შენი ეს ნეიროტრანსმიტერები გქონდეს ისე დარეგულირებული, რომ არ მოგიდეს უკიდურესი დეპრესია, არ მოვიდეს შენთან და მე არ გადავარდე იმ დილემაში, რომელსაც გაყუჩება ქვია. ხო, აი ზუსტად ძალიან სწორად თქვი, ეგ არის ძალიან ისეთი რაღაც, რომ აი მაგალითად რო ვარჯიშობ და აი რაღაცა დღეს მაგალითად 1 კილომეტრით მეტი ირბინე, ხო, წინა დღეზე, ან 1 კილომეტრით ცოტა უფრო მეტი გააკეთე ვიდრე წინა. 100 პრესის მერე 101 პრესი გააკეთე. ხო, რაღაცა ეგრე. აი უფრო ოდნავ ძალიან ცოტა, მაგრამ უკეთესი მე ვიდრე წინა დღეს. ეგ ძალიან გეხმარება ჩემი აზრით და არ ვიცი, აი მაგ დროს მე პირადად აი სირბილის დროს, ვაჯიშის დროს გამოვყოფ ესეც ენდორფინებს. როგორ მინდა ახლა გავხადო და განახოთ როგორი ტანი აქვს. აი მე რო ვიყო გოგო ვისაც უნდა ბერლინში ჩამოსვლა, მომავლის მე, აი რაღაცა ვიქნებოდა მარიამი, ჩემი სამოტივაციო და როცა ხარ თან ლამაზი, თან ჭკვიანი, თან კარგად ცხოვრობ. ძალიან დიდი მადლობა ჩემო. მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი და იმედია ჩემ მაყურებელს მარიამის რჩევები დაეხმარება. რაღაცა სხვა აზრებს გახსნის ბერლინთან დაკავშირებით და მისცემს მოტივაციას. გერმანიაში წამოსვლასთან დაკავშირებით. ხო, არ შეგეშინდეთ, გერმანია არ არის მხოლოდ ნარკოტიკების სიბნელე და ტექნო. ბერლინი მით უმეტეს არ არის ეგრე. აქ არის სხვა უფრო bright ნათელი ცხოვრება. კი, ანუ მე ხა ნათელი მაგარი არ გავარ. გონი არ გავარ.